პროფესიით მე ფსიქოლოგი ვარ. ბოლო 13 წელიწადია, რაც ნუტრიციოლოგად მუშაობდა დიდი პრაქტიკული გამოცდილებით. პატარა გადახვევა ფსიქოსომატიკაში. ნახეთ, ქართულ სიტყვაშიც კი დევს რამხელა სიბრძნე ნაღვლიანი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც ნაღველი აწუხებს, იცოდეთ, რომ აუცილებლად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე და პირიქით ემოციურ მდგომარეობა ზეგანუნას ახდენს ნაღლის გუშის მდგომარეობაში თუნდაც სპაზმის სახით. ნახეთ, რამდენი ადამიანია ჩვენს გვერდით, რომელსაც აქვს ნერვოზულ დეპრესიულ მდგომარეობა ხან აშლობაც კი. და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით შეიძლება ეს გასაწმენდ ორგანიზმს და მათ შორის ნაწლავებს უკავშირდებოდეს, ეს შლაკები ტოქსინები თუ მათ შორის პარაზიტებია. სმენიათ ხო, ნაწლავებს მეორე თვის უწოდებენ და მასში სიბინძურემ და პარაზიტებს ისეთი ინტოქსიკაციის დატოვება შეუძლია, რომ ეპილეფსიური შეტევებიც კი შეიძლება გამოიწვიოს, ამიტომ პირველ რიგში დაიწყეთ წმენდა.